ტრამპმა გაანადგურა შეთანხმების ფარსი, როდესაც აშშ-ს ძალებს დაავალა ინდოეთის ოკეანეში ირანული ნავთობის ტანკერის Skyway-ის დაკავება. ზუსტად მაშინ, როცა თეირანი ცდილობდა მოლაპარაკებების მაგიდაზე დრო მოეგო და ნავთობის ფულის სანქციების გვერდის აავლით მიმოქცევაში შეენარჩუნებინა, ამ ოთხშაბათს 2026 წლის 20 მაისს გემის დაკავება აჩვენებს, რომ ტრამპი ამას არ ეგუება. ცარიელი ლაპარაკია. იმ დროს, როცა ირანის რეჟიმი სანქცირებულ გემებს, ფარულ მარშრუტებსა და არალეგალურ ვაჭრობას იყენებს რევოლუციური გვარდიის შესანარჩუნებლად. ირანთან დაკავშირებული გემი მალაკის სრუტეში გაიარა და მალაიზიის დასავლეთით მიემართებოდა ბორტზე 1 მილიონზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობით, ტვირთი, რომელიც სრულად საკმარისია თეირანის ფინანსური მანქანის გასამუშავებლად ვაშინგტონთან დაძაბულობის ფონზე. დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ირანზე ახალი თავდასხმების ავტორიზაციამდე 1 საათი აშორებდა, მაგრამ ნავთობის ტანკერის დაკავება კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯს აჩვენებს. სანამ ისევ დაბომბავდა, მან დაიწყო რეჟიმისთვის იმ ძალის წართმევა, რაც მას ფეხზე აკენებს. თითოეული ირანული გემი საფრთხედ იქცევა, თითოეული ბარელის კვალის დადგენა შეიდგენაშე და თითოეული შეთანხმების დაპირება მნიშვნელობას კარგავს, თუ თეირანი გააგრძელებს თავისი სამხედრო სტრუქტურის დაფინანსებას ჩრდილებში. რა დარჩა თეირანს კიდევ გადასაცემი, რომ თავიდან აიცილოს კიდევ უფრო დიდი მარცხი. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით მილსონ ალუისისგან. ნავთობის ტანკერი Skyway ინდოეთის ოკეანეში იქნა შეჩერებული, მას შემდეგ რაც მალაკის სრუტეს გადაკვეთა და მალაიზიის დასავლეთით გაცურა. საერთაშორისო მედიის მიერ ციტირებული Wall Street Journal-ის რეპორტაჟის მიხედვით, გემი სავარაუდოდ გადაჰქონდა 1 მილიონზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი, რომელიც თებერვალში ირანის კარგის კუნძულზე იყო ჩატვირთული. დაკავება განიხილება როგორც მინიმუმ მესამე ამერიკული ქმედება, ეგრეთ წოდებული ირანულ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ გემებზე. ის გამოიყენება სანქციების ასარიდებლად, მარშრუტების დასამალად, ტვირთის ზღვაში გადასატანად და ფულის შემოდინების შესანარჩუნებლად, მიუხედავად ბლოკადებისა და შეზღუდვებისა. ეს არის ის ნაწილი, რომელიც ირანის წინააღმდეგ მოქმედებს. რეჟიმი მხოლოდ ჩვეულებრივ გემებს არ ამოძრავებდა. ის ცდილობდა შეენარჩუნებინა ექსპორტის ქსელი, რომელიც ჩრდილში მუშაობს, სანქცირებულ ნავთობთან დაკავშირებული გემებითა და დამაბნეველი მარშრუტებით, რათა გაძნელებულიყო მათი კვალის გაკვრა. როცა დონალდ ტრამპი ასეთი გემების დაკავებას უბრძანებს, ის სიმბოლურ ჟესტს არ აკეთებს. ის ურტყამს ლოგისტიკას, მოგებას, შუამავლებს და იმ ადამიანების ნდობას, ვინც ჯერ კიდევ თანახმაა თეირანთან ვაჭრობაზე. ვინც მხოლოდ სიტყვა შეთანხმებას უყურებს, მთავარს ვერ ხედავს. ტრამპი ამბობს, რომ არც ერთ ხელმოწერილ დოკუმენტს არ ექნება მნიშვნელობა, თუ ირანი ზღვას ფინანსურად სუნთქვისთვის გამოიყენებს. ოპერაცია ასევე ყველაზე მგრძნობიარე მომენტში განხორციელდა კრიზისის დროს. ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედების დაწყებამდე 1 საათი აშორებდა, მაგრამ გადაწყვეტილება გადადო. მან განაცხადა, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში ახალი შეტევა განხორციელდეს, თუ რეალური შეთანხმება არ იქნება, რადგან მისი თქმით შეერთებულმა შტატებმა არ შეიძლება დაუშვას, რომ ირანის რეჟიმმა ბირთვული იარაღის შექმნისკენ წინსვლა გააგრძელოს. როიტერსმა დააფიქსირა, რომ ტრამპმა მოკლევადებზე ისაუბრა და დაასახელა პარასკევის შაბათი კვირა ან მომავალი კვირის დასაწყისი, როგორც ახალი ესკალაციის შესაძლო პერიოდი. Skyway-ის დაკავება მოლაპარაკების წონას ცვლის. მანამდე თეირანი ცდილობდა შეთანხმებისადმი დაინტერესებულ მხარედ წარმოჩენილიყო, თითქოს თანაბარ პოზიციაზე იყო სავაჭროდ. დაკავების შემდეგ სურათი იცვლება. ირანის რეჟიმი მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ცოდნით მიდის, რომ მისი ფლოტი ნადირობის ობიექტია, რომ მისი გემები შეიძლება გადამისამართდეს, რომ მისი შემოსავალი შეიძლება ჩამოერთვას და რომ მისი მყიდველები რეალურ რისკს ექვემდებარებიან. ტრამპი მხოლოდ მიკროფონით არ იმუქრება. ის ქმნის ხარჯებს ზღვაში, ვაჭრობაში და იმ ადამიანების ჯიბეში, ვინც ირანს სანქციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მკაფიოდ თქვა, რომ ამერიკის მთავრობაში არავის ზეიმობს შეთანხმებას დროზე ადრე. მან განაცხადა, რომ სრული დარწმუნებულობა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ხელმოწერა შედგება და შეერთებული შტატების უსაფრთხოების მიზნები დაკმაყოფილდება. ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ის ამსხროს ირანის დიპლომატიური გამარჯვების ნარატივს. თეთრი სახლი დიალოგს ღიად ტოვებს, მაგრამ ჯილდოს დათმობას დანებებამდე არ აპირებს. რეჟიმს სურს შვება, სურს სივრცე და სურს დრო. დონალდ ტრამპს სურს გადამოწმებადი შედეგი, მაქსიმალური ზეწოლა და ფინანსური მარშრუტის დაბლოკვა, რომელიც თეირანს ამარაგებს. ამ სცენარში ასევე ჩნდება შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა, როგორც ზეწოლის ოპერაციული ბერკეტი.
ამ საქმესთან დაკავშირებული ცნობები იუწყება, რომ ამერიკული ძალები აგრძელებენ ბლოკადის განხორციელებას ირანის პორტებში შემავალი და გამავალი სავაჭრო ნაკადების წინააღმდეგ. 99 კომერციული ხომალდი გადამისამართებულია. ცენტრალური სარდლობის ვებგვერდზეც კი ნაჩვენებია ახლახან განხორციელებული საზღვაო ოპერაციების სერია. ომანის ყურეში, არაბეთის ზღვასა და ამერიკის პასუხისგებლობის ზონაში, მათ შორის ხომალდების გაჩერება, ბლოკადა და კონტროლის ოპერაციები იმ გემების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ირანზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევაში. ისინი აკეთებდნენ მარტივ და სერიოზულ საქმეს. ირანთან დაკავშირებული ნავთობის გადაადგილებას იმ დროს, როცა ვაშინგტონი ცდილობს რეჟიმს შეუზღუდოს თავისი ოპერაციების დაფინანსების შესაძლებლობა. ამერიკული მოქმედების მიზეზი იყო იმის აღკვეთა, რომ ეს თვირთი თავისუფლად არ მიმოიქცეოდა. ისე თითქოს სანქციები მხოლოდ ფორმალობაა. ასევე მნიშვნელოვანია დაკავების ადგილი. ეს არ მომხდარა ირანის პორტში. ეს მოხდა ინდოეთის ოკეანეში, მარშრუტზე, რომელსაც იყენებენ გემები, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სპარსეთის ყურის უშუალო ყურადღების ცენტრს და იმოქმედონ ისეთ ზონებში, სადაც თვირთის გადატანა და დოკუმენტაცია უფრო ბუნდოვანია. ეს აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის ზეწოლა მხოლოდ სიტყვებში აღარ არის და უკვე ირანის ფლოტის გლობალურ მარშრუტებზეც აისახა. ღირსიერი შედეგი ის არის, რომ შეთანხმება თეირანისთვის უფრო მკაცრი ხდება. ეხლა ირანს უნდა გადაწყვიტოს დათანხმდეს თუ არა მოლაპარაკება ზეწოლის ქვეშ. თუ კი იგი გამოიწევს თეთრ სახლს, რომელმაც უკვე აჩვენა მზადყოფნა ორ ფრონტზე იბრძოლოს, სამხედრო და ეკონომიკურ. სამხედრო ფრონტი ჩანს ტრამპის განცხადებებში ახალი თავდასხმების შესახებ. ეკონომიკური ფრონტი კი გემის დაკავებასა და საზღვაო ბლოკადაში ვლინდება. ეს კომბინაცია ანგრევს ირანულ ილუზიას, რომ მოლაპარაკება შეიძლება პარალელურად, როცა ისინი გარედან მაინც იღებენ სარგებელს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმაც ბოლო კვირებში გააძლიერა შეტევა ირანის ნავთობისთან დაკავშირებულ ქსელებზე. აპრილში უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა განაახლა სანქციების სია და დააკავშირა ახალი ზომები გლობალურ ქსელთან, რომელიც ირანის ნავთობის ვაჭრობასა და მის ჩრდილოვან ფლოტს ამარაგებს. ეს დეტალი დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ გახდა Skyway-ი სამიზნე. მისი დაკავება ცალკე შემთხვევა არ ყოფილა. ეს არის ფინანსური დახრჩობის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ცდილობს გადაუკეტოს გზა კომპანიებს, გემებს, ოპერატორებსა და მარშრუტებს, რომლებიც გამოიყენება რეჟიმის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, მიუხედავად ზეწოლისა. იანი გრძნობს ამ ზემოქმედებას, რადგან მას ეს სახის ხრელები სჭირდება, რომ გააგრძელოს ნავთობის გაყიდვა, ისე რომ სრულად არ დაემორჩილოს ამერიკულ მოთხოვნებს. ჩრდილოვანი ფლოტი არის მცდელობა, რომ ფული შემოდიოდეს მაშინ, როცა რეჟიმი საუბრობს სუვერენიტეტზე, წინააღმდეგობაზე და მოლაპარაკებებზე. თითოეული ირანულ ნავთობთან დაკავშირებული გემი შეიძლება ნიშნავდეს მეტფულს რაკეტებისთვის, დრონებისთვის, მოკავშირე ჯგუფებისთვის და რევოლუციური გვარდიის სტრუქტურებისთვის. მივდინარე სიახლეები მიუთითებს, რომ ისრაელისა და ამერიკის ხელისუფლებები ინარჩუნებენ კოორდინაციას ბრძოლების განახლების შესაძლებლობის წინაშე. ირანული გემის დაკავება კრიზისს არ ასრულებს, მაგრამ ანგრევს ილუზიას, თითქოს თეირანს შეუძლია ერთ მხარეს მოლაპარაკება აწარმოოს და მეორე მხარეს ფარული სარგებელი მიიღოს. ეხლა რეჟიმი ზღვას უყურებს იმის ცოდნით, რომ თითოეული ბარელი შეიძლება სამიზნე გახდეს. თითოეული მარშრუტი შეიძლება მიკვლეული იყოს და თითოეული დაგვიანება მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს. მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ჩემი მიზანია ყოველდღე შეგინარჩუნო ინფორმირებულობა სიმართლით. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.